აი დღეს მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის შედეგად ნიაღრების და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. გამოვიდნენ თავისი ადგილებიდან ცხოველები და საშიში გახდნენ ადამიანებისთვის. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები შემოვიდნენ საქართველოში და დაიწყეს დევნა ქრისტიანების, სამღვდელოების და ეკლესიების და მონასტრების გრევა, იყო დაწერილი ბრძანება, რომ ტაძრებიდან და მონასტრებიდან უნდა ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ იგინი და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, დაარსებულიყო ზოოპარკი. ასე რომ ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად. ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ეს ზოოპარკი უნდა გაუხმდეს და სხვაგან უნდა დაარსდეს ახალი ზოოპარკი. იმიტომ რომ ცოდვაზეა დაარსებული. ცოდვით არის დაარსებული ეს ზოოპარკი. ბევრს არ ახსოვს ეს ინფორმაცია იყო ჩვენს პრესაში. აი ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ყოველი ცოდვა ისჯება, ცოდვის მქონელი ადამიანი. და ჩვენ დღეს ვწუხართ, რომ ქართველმა ადამიანმა, ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ ზარების, საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე დაარსეს ზოოპარკი. და ეს შედეგი ამისი 11 ადამიანზე მეტი დაიღუპა და ცხოველები განადგურდა, ზოგი დახოცეს, ზოგს ვერ პოულობენ. ჩვენ დღეს შევასრულებთ პანაშვიდს დახოცილი ადამიანებისათვის და აქედან გავივლით იმ ადგილებში, სადაც ეს მოხდა და დავანთებთ სანთლებს გარდაცვლილი ადამიანებისთვის.
ღმერთმა გვაკმაროს ეს განსაცდელი, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და მთლიანობა.